ერთი მსახიობის თეატრი ვერიკოს ახალი სიცოცხლე ახალ მისამართზე. თეატრმა წლების შემდეგ მაყურებელს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის განახლებულ დარბაზში უმასპინძლა. გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით საიათნოვას მოტივებზე მუსიკალური პერფორმანსი გაიმართა. მსახიობებმა მარინა კახიანმა და ზურა ყიფშიძემ ცოცხალი მუსიკის თანხლებით საიათნოვას ლექსები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გააჟღერეს. ერთი მსახიობის თეატრი ვერიკო 38 წლის წინ კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა დააარსეს. თეატრმა ფუნქციონირება სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა. ძალიან ნერვიულობდი, დიდი პასუხისმგებლობაა ეს და ეს იყო ჩემი სურვილი, რომ კოტეს და სოფიკოს ასვლის შემდეგ ეს არ გამქრალიყო ეს თეატრი და სადმე დაედობინა და აი მიპოვეთ სარევი დარბაზი, ტრადიციული თეატრალური საზოგადოების დარბაზი და აქ გააგრძელებს თავის სიცოცხლეს. დიდი ხნის წინ 2007 წელს შეწყვეტილი იყო თეატრი ვერიკოს ფუნქციონირება და დღეს ჩვენ მოვახერხეთ და ვითამაშეთ პირველი სპექტაკლი. სამხატვრო ხელმძღვანელი არის და ეს ტრადიციას აგრძელებს ნიკოლო შინგელაია და საერთნოვას მიეწონა, რადგან ხარკი მოვიხადეთ იმ დიდი უჭერესი ადამიანების წინაშე, ვინც აი ესეთ ფილმებს ქონია. დღეს ჩემთვის საამნიშნულოვანი დღეა, რა თქმა უნდა, ყველა სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მით უმეტეს, იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება, როცა ერთი მსახიობის თეატრი გაიხსნა ქალბატონმა სოფიკომ, პირველივე გახსნაზე ყოფილიყავი სტუმარი და დამეკრა. ამან დამაბრუნა ისე დროში, როცა ქალბატონი სოფიკო ყოველთვის საოცრებას აკეთებდა და მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი ეძღვნება ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს, პარაჯანოვს, საოცრება ეს იყო ის კულტურა, რომელიც სულ უნდა ცოცხლობდეს.